მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. თუ თქვენ ახალი ურთიერთობის საწყის ეტაპზე ხართ, ეს გაშლა არის იმ ადამიანებისთვის და გაინტერესებთ ამ ადამიანის აზრები, ასე ვთქვათ, ქვეცნობიერად და გაცნობიერებულად თქვენთან მიმართებაში და ვერც ეკითხებთ და თან გაინტერესებთ. ეს ერთი და მეორეც, რამდენად სანდოა ეს ადამიანი და რა პროგრესირების შეიძლება ურთიერთობა გამოვიდეს თქვენი აი ამ დასაწყისისგან, მოდი გავიგოთ. პირველ რიგში რომ ვხვდეთ, რა თქვენია ეს გაშლა, გავიგოთ ეს ადამიანი რა ენერგიებში ახლა თქვენთან მიმართებაში. აუცილებლად მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გავიწყდეთ ორივე გვერდები, YouTube გვერდიც, TikTok გვერდიც და პირადი გაშლებისთვის ლინკის Telegram-ის ლინკი არის ქუჩივე და შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და მომწეროთ იქ და ფასებს და დეტალებს გაგაცნობთ. იქ ან აქვე მომწეროთ და მაგასაც გაგაცნობთ. ლაიკები არ დაგავიწყეთ, თქვენი კომენტარებით და გაზიარებებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას ენერგოცვლისთვის. რას რეზონირებს ეს ადამიანი ახლა თქვენთან, რომ ვიხდეთ ამდენად თქვენია ეს გაშლა, ორ კაცს უნდა ერთად წამოსვლა. რეზონირებს, რომ გრძნობები აქვს თქვენთან მიმართებაში, რეზონირებს, რომ არ ვიცი, შეიძლება თაიგულსაც გჩუქნით ხოლმე, ესე ფონიც გვაქვს ყვავილების, გრძნობებს რეზონირებს პრინციპში ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში იმას, რომ რაღაცნაირად მისთვის ყვავილობას იწვევთ მის ემოციაში, რაღაცნაირი იმის სურვილია, რომ აი ესე ვარდების თაიგულით იქნება თუ ყოჩი ვარდების და იების და იასამნების, მოკლედ რაღაცა მოგართვათ ხოლმე, რაღაცნაირად დაგიმტკიცოთ ხოლმე, იჯენტლმენოს გამოავლინოს თავისი რომანტიული თვისებები და გრძნობები თქვენთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით და თქვენ ურთიერთობასთან დაკავშირებით ეს ადამიანი წარმოჩენილია ტუსხმლად, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს და აანალიზებს აი ესე ტვინში ხარშავს რა ხართ, ვინ ხართ მისთვის, რას შეიძლება სამომავლოდ წარმოადგენდეს თქვენი ურთიერთობა, მისი დამოკიდებულება, როგორ შეიძლება განვითარდეს და გრძნობები თქვენთან მიმართებაში, ამ ყველაფერს ხარშავს, ანუ რამდენად მისი შესაფერისი ხართ, გაკვირდებათ კიდევაც, მაგრამ ის რომ რეზონირებს, რომ თქვენს მიმართ სიმპათია აქვს, როგორც მინიმუმ სიმპათია და რაღაცნაირი დადებითი განწყობილება აქვს თქვენთან მიმართებაში და ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, უნდა რომ დადებითი მიმართულებით წაიყვანოს და ამისთვის მზად არის, ამ ყველაფერს რეზონირებს. თუმცა ეხლა აჩვენებენ, რომ რაღაცნაირად შეიძლება რამოდენიმე დღეა ან საათია ზოგიერთისთვის ცოტა არ იყოს მოწყენილობაში თქვენ გრძნობთ თქვენ თავს და რაღაცნაირად არ ვიცი ისვენებთ, დასვენების დღე გაქვთ თუ არავისთან საუბრის ხასიათზე არ ხართ, აი ამ ადამიანის განმიღებული ემოციის მიღებისთვისაც მზად არ ხართ, რაღაცას ნოსტალგირობთ, რაღაცა პაუზა გაქვთ თქვენ ენერგეტიკაში, ცოტა დაბალ ვიბრაციაში ხართ, მოწყენილობაში ხართ, შეიძლება ზამთრიდან და ამინდიდან გამომდინარეც არის ასე, რომ არავინ არ გინდათ, გამოძინება გინდათ თითქოს, აი თქვენ ბუდეში გინდათ, თქვენ ლოგინში ჩაწვეთ, გამოიძინოთ და ყველამ თავი დამანებეთ, არავინ არ მინდა და მშვიდად მინდა ვიყო, აი ესეთი ენერგეტიკა. თუ ხვდებით, რომ თქვენზე არის ენერგეტიკულად ეს გაშლა, უყურეთ ბოლომდე და აუცილებლად მოწონებები და კომენტარები და გაზიარებები არ დაგეზავოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მადლობა ყველას. ნახოთ მაშინ, ესე იგი რას გრძნობს პირველ რიგში თქვენთან მიმართებაში, რა გრძნობას იწვევთ მასში. რვიან შესაძლოა ეს არის ინიციატივის კარტი, ეს არის სწრაფი მიმოწერის კარტი, შეიძლება სოციალურ ქსელში აქტიურობს ძალიან თქვენთან მიმართებაში და მიწერ-მოწერა გაქვთ. სოციალური ქსელები იქნება ეს თუ თქვენ სოციალურ ქსელზე დაკვირვების რეჟიმი და მერე პასუხისგაცემა, რომ აი ამ ფოტოში რა ლამაზი იყავი და ამ დღეს რა ლამაზად და რაღაცა გამოხვედი სტორიზე და ასე შემდეგ და ასე გილაიკებთ, რაღაცნაირად აქტიურია სოციალურ ქსელში, ტელეფონის მხრივ შეიძლება გირეკავთ, ხშირად გკითხულობთ. ირაფანტის როლში ამოდის, ადამიანი ამოდის გახარებული, უნდა რომ თქვენი სულიერება ამაღლოს, უნდა რომ რაღაცეები ისწავლოს და გასწავლოთ თქვენც ასევე სულიერების, აი ამაღლების რეჟიმი, ღვთაებრივი ვარსკვლავი, ღვთაებრივი მზე, აი მაღალ იდეალებზე და სულიერების ამაღლებაზე
გრძნობს თქვენთან მიმართებაში ურთიერთობისას თავის თავს, თუმცა პაჟად არის წარმოდგენილი სინამდვილეში შეიძლება ასაკითაც სხვაობა იყოს თქვენ შორის და ეს ადამიანი იყოს ნაწილი მაყურებლისთვის თქვენზე პატარა ასაკით, სტატუსით, ფინანსურად თქვენზე პატარა, ანუ გაცილებით ვიდრე თქვენ გამოიმუშავებთ, ან პირიქით, ასე ვთქვათ, თქვენ ურთიერთობაში საწყისში თulis რომ რაღაცეები თვითონაც უნდა გასწავლოთ და გაგზარდოთ თავის გემოზე, ასე ვთქვათ, აი მამაკაცებმა იციან ხოლმე უფრო ესე, ჩემ გემოზე აღზრდი პატარაა და მერე გამომადგება ოჯახში. აი რაღაცა ესეთი შეგრძნებაც აქვს, რომ თითქოს მან უნდა გასწავლოთ სულიერება, უფრო მეტი ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ სულიერებაზე ნაკლები შეხედულება აქვს და ასე ვთქვათ, არაფრად გაგდებთ როგორც ადამიანს და თქვენ ფსიქოლოგიას და თქვენ შინაგან ადამიანობას, უბრალოდ აი რაღაცნაირად თითქოს თავისი წვლილი უნდა რომ შეიტანოს ნაწილისთვის იქნება ასე თქვენ აღზრდაში და ადამიანი თვითონ წარმოდგენილია ცეცხლის სტიქიის მეფედ, ცეცხლის სტიქია შეიძლება ლომიც იყოს, ლომიც არის კონკრეტულად ამ კარტზე ტაროსი გამოსახული და ცეცხლის სტიქი არის ვერძილომი და მშულოსნის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არ არის რომ ჰოროსკოპი ემთხოვდეს, შეიძლება ადამიანი არის ძალიან ცეცხლოვანი, ტემპერამენტიანი, ძალიან მოუსვენარი, ამ კარტითაც როიან ჟეზლითაც ჩანს რომ ძალიან ასე ვთქვათ ჰორმონები მოჭარბებული აქვს მამაკაცური და ძალიან მიზიდულობა აქვს თქვენთან მიმართებაში, ენერგეტიკულად ძალიან მოწონხართ, სათავისოდ უნდიხართ, მოდი ესე რომ ვთქვათ, ნამდვილად თვლის რომ თქვენი ურთიერთობიდან კარგი წყვილი და კარგი მომავალი შეიძლება შედგეს და ამ მიმართულებით ენერგეტიკას, ასე ვთქვათ, არ იშურებს და არც დაიშურებს უახლოეს პერიოდში და სინამდვილეში შეგიძლიათ თუ არა თქვენ მას ენდოთ როგორც თქვენ მეორე ნახევრად ადამიანს და გულწრფელი არის თუ არა ეს ადამიანი ახლა ურთიერთობაში. თქვენ ძალიან ოცნებებში ხართ და ესე იგი ფანტაზიებში ხართ უაზროდ გადავარდნილი რომ აი ეს რო იყოს ესე, აი ესეთი სახეთ ნახეთ გაოცებული ხართ ესე რო ქნას რა გავაკეთო, აი რაღაცნაირად ბევრი არჩევანი გაქვთ, შეიძლება ბევრი თაყვანისმცემელი წყავთ ამ მომენტისთვის და ცდილობთ აარჩიოთ რომელი გამოგადგებოთ ასე ვთქვათ ცხოვრებაში, აი უახლოეს პერიოდზე მაგ ახალი დაწყებული შეიძლება რამოდენიმე პიროვნებასთან გაქვთ ურთიერთობა და მიწერ-მოწერები და აქედან გამომდინარე ვერ არკევთ რომელი შეიძლება უფრო სანდო და გულწრფელი და ერთგული იყოს თქვენთვის სამომავლოდ, მაგრამ კონკრეტულად აი ამ პიროვნებაზე ვისაც ჩვენ საუბრობთ, ნამდვილად გულწრფელია, ემოციური ტალღებიც აქვს გულში თქვენთან მიმართებაში და ხედავთ რომ ესეთი ნაპერწკლებს ყრის თქვენ დანახვაზე და ძალიან შეყვარებულია პერსონაჟი თქვენზე, პაშთასი არის, ეს არის ახალი ჩამოყალიბებული გულწრფელი, ესე ვთქვათ, ემოციური პეპლები და ვარსკვლავები თქვენი დანახვისას ძალიან ემოციურად ნამდვილად არის ეს ადამიანი გულწრფელი ახლა ამ მომენტისთვის, თუმცა წარსულში აქვს რაღაცა გულნაკლულობა, როგორ ვთქვათ, წარსული ურთიერთობიდან გული აქვს დაწყვეტილი რაღაცა ურთიერთობაში, რაშიც არ გამოუვიდა და ამ ურთიერთობიდან ზურგი აქცია ამ ყველაფერს დატოვა წარსულში, მიხურა კარები და ეხლა არის განათების პროცესში. აი უნათდება ემოციურად და სულიერად თქვენ დანახვაზე, თქვენ ხართ მისი მზე, ასე ვთქვათ, ნამდვილად არის ეს ადამიანი. ის, ვინც ეხლა ყოველ შემთხვევაში გულწრფელია ყველანაირად, რასაც იძახის, რასაც საჩუქარს გიკეთებთ, სადაც მიყევხართ და რა ემოციასაც გიზიარებთ, ყველაფერს აკეთებს ამ ყველაფერს გულწრფელად. როგორ შეიძლება მიხვდეთ ვინ არის თუ რამოდენიმე ყავთ აი ამ არჩევანიდან მეგობრების წრეში გაიცანით ან ხშირად ხვდებით ხოლმე საერთო კოლექტივში, საერთო სამეგობრო გაკავშირებთ, კიდევ ის რომ ფინანსურად წარმატებულია ასე თუ ისე, ცხრიან პენტაკლი ეს არის საკმაოდ კარგი ფინანსური ანაზღაურების ადამიანი, ან კარგი ოჯახის შვილია, ესეთი ძლიერი ოჯახის ფინანსურად მხარე აქვს მას. მატყუ არ გგონიათ, მაგრამ პრინციპში გამარჯვებული ადამიანი იმ ვარიანტში, სადაც თავის ენერგეტიკას დებს და ზრდის ხოლმე, რასაც ასე ვთქვათ, დაფოფინებს, აი როგორც მცენარეს, ეს ყველაფერი ყოველთვის მას შედეგს აძლევს ხოლმე, ანუ
მიღწევადია, რასაც ჩაიფიქრებს, აუცილებლად უნდა მიაღწიოს იმ ყველაფერს. არ არსებობს წინაღობა მისთვის, ეს ადამიანი არის ღმერთიდან დაჯილდოებული იმით, რომ იყოს სულ გამარჯვებული. ყველაფერს აღწევს თავისით. და რჩევა თქვენთვის, არ წახვიდეთ ემოციურად, არ დატოვოთ ეს ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება ამ მსხვერპლის როლში ეხლა გრძნობთ თავს, მაგრამ ენერგოცვლა ძალიან კარგი გექნებათ ამ სიტუაციაში ამ ადამიანთან. აი ეს.